სიახლე იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას შეუძლია გავლენის მოხდენა ჩვენზე. ტექნოლოგიური პროგრესი კი ნამდვილად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ამიტომ კვირაში ერთხელ ჩვენ ხვდებით ერთმანეთს, რადგან გავიგოთ სიახლეები მომავლიდან. ყველაფერი ჩინური ნიშნავს უხარისხოს. ამ სტერეოტიპს უკვე დიდი ხანია ებრძვის კომპანია Huawei თავისი სმარტფონებით. რაც მთავარია, ისინი არ მიყვებიან დინებას, რომელსაც სხვა წამყვანი ბრენდები გვთავაზობენ და კრეატიულობას საერთოდ არ ურჩივიან. მათი ახალი სმარტფონი გამოირჩევა. კომპანია Huawei ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი Honor 7i, რომლის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს კამერის არასტანდარტული მოდული. საქმე იმაშია, რომ აპარატი აღჭურვილია მხოლოდ ერთი კამერით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ძირითადი და ფრონტალური. ეს განპირობებულია გადაკეცვადი კონსტრუქციით. გარდა ამისა, კამერის მოდულის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერი კუთხით 18 გრადუსის ფარგლებში. თვითონ კამერას გააჩნია 13 მეგაპიქსელიანი მატრიცა და ორმაგი შუქდიოდური განათება. გათვალისწინებულია სახეების ამოცნობის საშუალებები. სიახლის კიდევ ერთი თავისებურება – დაქტილოსკოპური სენსორი, რომელიც განთავსებულია კორპუსის გვერდითა ნაწილში. ის ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებას თითის ანაბეჭდით. აპარატში გამოიყენება პროცესორი Qualcomm Snapdragon 616. ეს 64-ბიტიანი ჩიპი შეიცავს 8 გამომთვლელ ბირთვს. გრაფიკული კონტროლერი Adreno 405. სმარტფონმა მიიღო 5.2 დიუმიანი სენსორული Full HD დისპლეი. აპარატს გააჩნია 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ასევე 32 გიგაბაიტი მოცულობის ფლეშ მოდული. კვებას უზრუნველყოფს 3100 მAh-ის მოცულობის მქონე აკუმულატორული ბატარეა. დასაშვებია 2 სიმბარათის გამოყენება. სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება დაახლოებით $250. Smart საათებმა ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვეს ისეთი კომპანიების დახმარებით, როგორიცაა Apple და Samsung. ამ უკანასკნელმა წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტის ტიზერი. კომპანია Samsung-მა აჩვენა Smart საათის Galaxy Gear 2-ის ვიდეო ტიზერი რელიზამდე, რომელიც შედგება 3 სექტემბერს ბერლინში გამოფენაზე IFA. ახალი რგოლი ახდენს მოწყობილობის თავისებურებების დემონსტრირებას, რომელთაგან ერთ-ერთია სრულიად გადამუშავებული დიზაინი. არანაირი დიდი და მართკუთხედი დისპლეები. მრგვალი ციფერბლატი და მეტალის მოპირკეთება Samsung-ის ახალ საათს სრულიად სხვა სახეს ძენს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა მოდელისგან. თუ ამასთან ერთად Galaxy Gear 2 აღმოჩნდება საკმაოდ თხელი, ის უთუოდ გახდება გაყიდვების ჰიტი. Gear 2 სავარაუდოდ იმართება ოპერაციული სისტემით Tizen. აღსანიშნავია, რომ ეს არის Gear 2-ის პირველი ჩვენება. ადრე Samsung-მა გამოაქვეყნა სურათების სერია, სადაც გამოსახულია გოგო მოდელების მიერ რეკლამირებადი სხეულზე სატარებელი მოწყობილობა. რამდენიმე თიზერის მიუხედავად მოწყობილობის სპეციფიკაციების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური აღჭურვილობით Gear 2 აჯობებს თავის წინამორბედს. პროდუქტის უფრო დეტალურ განხილვას წარმოგიდგენთ მოწყობილობის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ. დროის გაგება ეს ძალიან მარტივი პროცესია. უბრალოდ შეხედეთ საათს, თუმცა თუ თქვენ გაქვთ საათი Ferrolex, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო გახდება, ვინაიდან ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ერთი შეხედვით მელნის წვეთები, რომლებიც ახდენენ Zelp Coelmanis მიერ შექმნილი საათის Ferrolex-ის დისპლეიზე ციფრული ციფერბლატის ფორმირებას, გამოიყურება როგორც ცოცხალი არსებები. ისინი პულსირებენ და დახტიან, ტოვებენ წვრილ შხეფებს და ახდენენ ხაზების, ნახშებისა და საბოლოოდ ციფრების ფორმირებას. სინამდვილეში ეს წვეთები წარმოადგენენ ფეროფლუიდებს, დამაგნიტებულ სითხეს, რომელიც თავდაპირველად შექმნა NASA-ს ინჟინერმა რაკეტის საწვავის ძრავისკენ მისამართად უწონადობის პირობებში, მაგრამ ბოლო დროს უცნობილია თავისი სამხატვრო შესაძლებლობების წყალობით. Coelmani ხსნის, რომ საათის დისპლეი უფრო ჰგავს აკვარიუმს, ვიდრე ეკრანს. მისი ქვედა ნაწილი ავსებულია ფერომაგნიტური სითხით. საათის უკანა ნაწილში ჩაშენებულია მძლავრი ელექტრომაგნიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფეროფლუიდების ფორმის შეცვლას, მათ აწევასა და გადაადგილებას. წერია საიტზე Ferrolex. ორივე მოდული ფერომაგნიტული სითხის რეზერვუარი და ელექტრონიკა საიმედოდ დამაგრებულია ალუმინის ჩარჩოზე. თუმცა სარეკლამო ვიდეოში ნაჩვენებია Ferrolex-ის დისპლეის გამოყენება საათის სახით. Coelmani აცხადებს, რომ მისი პროდუქტის პროგრამული შიგთავსი მოქნილია და მისი მომართვა შესაძლებელია ტექსტის სხვადასხვა გეომეტრიული ფორმირებისა და ანიმაციის ასახვაზე. ეს საკმაოდ ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ შეხედეთ ამას. ამჟამად Ferrolex-ის დისპლეი წარმოადგენს მხოლოდ პროტოტიპს, მაგრამ Coelmani ყიდის 24 ერთეულისგან შემდგარ შეზღუდულ პარტიას 7500 ევროს საცალო ღირებულებით. ყიდველებს შეუძლიათ აირჩიონ ჩარჩოს ხის, ტყავის და კერამიკული საფარი. Coelmani აცხადებს, რომ მისი დისპლეები სრულიად უხმოა და არ აქვთ გამოსხივება, მაგრამ მომავალმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ,
ტექნოლოგიას გააჩნია ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვე, თუმცა Ferolix-ის მომავალი ვერსიები უფრო გრძელვადიანი იქნება. თუმცა შესაძლოა ამას თავისი პლუსები აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მარტივია დროის აღქმის დაკარგვა ამ საათის მუშაობის თვალისწინებისას. Android-ისგან შეჩვეულები ვართ ტკბილ ვერსიებს, მაგალითად KitKat, Lollipop, Jelly Bean. ახალმა ვერსიამ 6-დან 0-მა კი Zephyr-ის სახელწოდება მიიღო, თუმცა არ ამგონია ამ სიახლემ თქვენში შაქრის დონის მომატება გამოიწვიოს. ოპერაციული სისტემა Android M-ის ოფიციალური ანონსი შედგა ამ წლის მაისის ბოლოს, მაგრამ Google-ის კონფერენციის ფარგლებში შემდგარი პრეზენტაციის დროს ინტერნეტ გიგანტის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუმხელია ახალი პლატფორმის კომერციული სახელწოდება და რელიზის რიგითი ნომერი. როგორც იქნა ეს ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ტრადიციისამებრ Android-ის ყოველი ახალი ვერსია იღებს რაიმე დესერტის სახელწოდებას ან ბანური რიგითობით. 1-დან 0 Apple Pie, 1-1 Banana Bread, 1-5 Cupcake, 4-1-დან 4-3-მდე Jelly Bean, 4-4 KitKat და 5-დან 0, 5-1 Lollipop. რაც შეეხება M-ას მის უკან როგორც გაირკვა, იმალება სიტყვა marshmallow, რაც ინგლისურიდან ითარგმნება როგორც Zephyr. ამასთან ვერსიის ნომერი იქნება 6-დან 0. რაც შეეხება Marshmallow-ს ფინალურ რელიზს, ის შედგება ამ წლის შემოდგომაზე. უფრო ზუსტი თარიღი არ სახელდება, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოვლენა შედგება ოქტომბერ-ნოემბერში. Google-ის პროექტ არას ბევრი ელოდა, თუმცა მისი გამოსვლა გადაიდო. იმედია ეს რომ ის სრულყოფას მოხმარდება და მოლოდინს გაამართლებს. ყველას, ვინც ელოდა მოდულური სმარტფონის Google Project Aras ბაზარზე გამოჩენას, მოთმენა მოუწევს. როგორც პროექტის ოფიციალურ Twitter-ში აცხადებენ, მოწყობილობის გამოშვება გადაიდო 2016 წლამდე. ამასთან უფრო ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. არც Project Aras საცდელი გაყიდვები შედგება წელს პუერტო-რიკოში, რომლის ორგანიზებას საძიებო გიგანტის მწარმოებლები ჯერ კიდევ შემუშავებლების იანვრის კონფერენციაზე დაგვირდნენ. შეგახსენებთ, რომ პუერტო-რიკო მოეჩვენა Google-ს მიმზიდველ ადგილად Project Aras საცდელად, იმიტომ რომ იქ სმარტფონებისა და ჩვეულებრივი ტელეფონების დაახლოებით ერთნაირი თანაფარდობაა, ხოლო ინტერნეტ ტრაფიკის 75%-ის გენერირებას ახდენს მობილური მოწყობილობები. სად და როდის იქნება საპილოტე პროექტის რეალიზება ჯერჯერობით არ ზუსტდება, მაგრამ კორპორაციაში ამბობენ, რომ ამ მიზნისთვის ეძებენ სხვა რეგიონებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, პუერტო-რიკოში Project Ara მაინც გამოჩნდება დროთა განმავლობაში, აცხადებენ Google-ის წარმომადგენლები. Project Aras კონცეფცია გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაამატოს სმარტფონში კამერების მოდული, შეცვალოს პროცესორი, დააყენოს დისპლეი, სხვა სიტყვებით აწარმოოს სრულყოფილი აპგრეიდი. სულ იგეგმება რამდენიმე ათეულის შეცვლადი მოდულის გამოშვება. იმისთვის, რომ Wi-Fi კავშირი გახდეს უფრო უსაფრთხო და სწრაფი, კომპანია TP-Link გვთავაზობს ახალ პროდუქტს. კომპანია TP-Link-მა Google-თან ერთად შეიმუშავეს ახალი უსადენო მარშრუტიზატორი OneHub. პარტნიორების აზრით, მათი სიახლე წარმოადგენს ახალი ტიპის რაუტერს, რომელსაც შეუძლია გახადოს Wi-Fi კავშირი უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი. OneHub მოიცავს ანტენას ინოვაციური დიზაინით, რომელიც ინტელექტუალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად მომხმარებელს აწვდის საიმედო უსადენო კავშირს. 13 ანტენა, რომელიც განთავსებულია წრიულად უნიკალური თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ინტერფერენციის შემცირებას და ახდენს ქსელური კავშირის პარამეტრების ოპტიმიზირებას. მოწყობილობის კომპლექტში შედის მობილური აპლიკაცია Google On, რომელიც ამარტივებს Wi-Fi კავშირების მართვას. Роутერი ავტომატურად აყენებს ახალ ფუნქციებს და უსაფრთხოების ბოლო განახლებებს. ამისთვის გათვალისწინებულია 4 გიგაბაიტის შიდა მეხსიერება. Bluetooth Smart Wi-Fi-სა და 802.15.4-ის მხარდაჭერის წყალობით მარშრუტიზატორის ინტეგრირება შესაძლებელია ჭკვიანი სახლის ინფრასტრუქტურაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიახლის ღირებულება იქნება $200. მიწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში. Windows 10 უკვე ბევრმა დააყენა, მათ შორის მეც და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუმცა ეს სისტემა არ წყვეტს სიურპრიზებს. ზოგი ადამიანისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია შეიძლება ბევრისთვის სასიამოვნო აღმოჩნდეს. Microsoft-ის ახალი ოპერაციული სისტემის გაყიდვა დაიწყო თითქმის 4 კვირის წინ. ამ დროის მანძილზე Windows 10 თავის კომპიუტერზე დააყენა მილიონმა ადამიანმა, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს მათ, ვინც განსაკუთრებით უფრთხილდება პერსონალურ მონაცემებს და საერთოდ არ უყვართ, როდესაც ვინმე იჭრება მის პირად საინფორმაციო სივრცეში.
როგორც გაირკვა, ოპერაციულ სისტემაში სხვა ყველაფრის გარდა ჩადებულია პირატული ვიდეო თამაშების ბლოკირება. სავარაუდოდ Windows-ის მომხმარებლების უმრავლესობა არ კითხულობს სამომხმარებლო შეთანხმებას თავიდან ბოლომდე. შეთანხმება მოიცავს ასეთ პუნქტს. ჩვენ შეგვიძლია თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმება და აპლიკაციების განახლების ავტომატური ჩატვირთვა. ასევე კომპიუტერის კონფიგურაციაში ცვლილებების შეტანა, იმისთვის რომ დაგიცვათ მავნე სერვისების, პირატული ვიდეო თამაშების და პერიფერიული მოწყობილობების გამოყენებისგან, რომლებმაც ვერ გაიარეს სერტიფიცირება. ახლა არ განვიხილავთ Windows 10-ის მუშაობის სხვა საეჭვო მომენტებს, ისეთს როგორიცაა სისტემის ავტომატური განახლების გათიშვის შეუძლებლობა, მაგრამ ვიდეო თამაშების შესახებ სიახლე გულს დასწყვეტს ზოგიერთ მომხმარებელს იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო მეკობრეობა იყო, არის და იქნება, მიუხედავად ძალიან მიმზიდველი შემოთავაზებისა ისეთი სერვისებისგან, როგორიცაა Steam. Mario ის თამაშია, რომელიც ყველა მიცის და ყველას ახსოვს. ამ თამაშმა გაზარდა თაობები და მისი დავიწყება შესაბამისად წინაპრების ღალატის ტოლფასი იქნება. სწორედ ამიტომ გვახსოვდეს საიდან მოვდივართ. პლატფორმერისა და სრულყოფილი სათამაშო რედაქტორის ნაზავი Super Mario Maker სულ მალე გამოვა გაყიდვაში. რელიზამდე ცოტა ხნით ადრე კომპანია Nintendo-მ წარმოადგინა ახალი ტრეილერი, სადაც ასახულია ახალი დეტალები. 7 წუთის განმავლობაში შემქმნელები აჩვენებენ რედაქტორის თავისებურებებს, რომლის დახმარებით ჩვენ შევძლებთ სხვადასხვა დონეების შექმნას. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ საკუთარი თავგადასავლების გამოგონება, არამედ ქსელში მისაწვდომი ასობით და ათასობით სხვისი ქმნილებების გავლაც. შესაძლებელია ტრეილერში ნაჩვენების 3 ყველაზე საინტერესო ასპექტის გამოყოფა. პირველი, ჩვენ მოგვიყვნენ მუსიკასთან და ხმებთან დაკავშირებული მექანიკოსების შესახებ. გარდა ამისა, ხმოვან ეფექტებს შეიძლება თან სდევდეს ვიზუალური მოვლენები და აკავშირებდეს მათ ლოკაციის გარკვეულ წერტილთან. მეორე, დრო დაეთმო სასწავლო რეჟიმს. ჩვენ აგვიხსნეს, როგორ გაეცნობიან მოთამაშეები პროექტის შესაძლებლობებს. რედაქტორი გვთავაზობს საკმაოდ ფართო ფუნქციებს. ახალი ელემენტები და მექანიკოსები გაიხსნებიან თანდათან იმის გათვალისწინებით, რამდენი დღე გავიდა თამაშის დაწყებიდან. შემუშავება მიმდინარეობს მხოლოდ Wii U კომპიუტერებისთვის. პროექტით დაკავებულია შიდა სტუდია Nintendo EAD Software Group No. 4. პირველები თამაშს იაპონელები მიიღებენ 10 სექტემბერს. 11 სექტემბერს რელიზი შედგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ხოლო 12-ში Super Mario Maker გამოვა ავსტრალიაში. Expanding the universe does not preclude a creator. ეს ხმა ალბათ ყველას მოგვისმენია და ვიცით რომ ის სტივენ ჰოკინგს ეკუთვნის. ეს ადამიანი გახდა 21 საუკუნის გმირი და ალბათ დაგაინტერესებთ ამ ლეგენდარული ხმის ისტორია. სტივენ ჰოკინგის მეტყველების სინთეზატორი საჯარო კუთვნილება გახდა. სტივენ ჰოკინგი არა მარტო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოს-თეორეტიკოსია, არამედ მას ასევე გააჩნია შესანიშნავი ნებისყოფა. ყველა როდი იპოვის საკუთარ თავში იმის ძალას, რომ 10 წლეულის მანძილზე ებრძოლოს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით გამოწვეულ პრაქტიკულად სრულ დამბლას. ლაპარაკის უნარი მეცნიერმა ჯერ კიდევ 1985 წელს დაკარგა, როდესაც ფილტვების ანთების შემდგომი გართულების შემდეგ მას გაუკეთდა ტრაქეოტომია. იმისთვის რომ მას დაბრუნებოდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მეგობრებმა აჩუქეს სტივენს მეტყველების სინთეზატორი, რომლითაც ის დღესაც სარგებლობს. ამ სინთეზატორის სოფთი დაწერეს კომპანია Intel-ის პროგრამისტებმა, ახლა კი ის გახდება ხელმისაწვდომი ყველა მსურველისათვის სრულიად უფასოდ. სისტემას ეწოდება The Assistive Context Aware Toolkit და მომხმარებელს მინიმალური მოძრაობით კომპიუტერის მართვის შესაძლებლობას აძლევს. სტივენ ჰოკინგს შეჰყავს ტექსტი სინთეზატორში ლოყის მიმიკური კუნთის დახმარებით. ეს ერთადერთი კუნთია პროფესორის სხეულში, რომლის გამოზრავებაც მას შეუძლია. ამიტომ სპეციალური სენსორი დამაგრებულია მის პირდაპირ. პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები Intel-დან იმედოვნებენ, რომ იმის შემდეგ, რაც ისინი გამოაქვეყნებენ თავის სოფტს თავისუფალი წვდომისთვის, სხვადასხვა პროგრამისტი ენთუზიასტები გახდიან მას უკეთეს და მოსახერხებელს, რის შემდეგაც მისი გამოყენება უფრო ფართო სფეროში იქნება შესაძლებელი. სისტემა შედგება 3 ძირითადი შემადგენლისგან. პირველი ეს არის სტივენ ჰოკინგის სახის კუნთის მოძრაობის კონტროლის პროცესი. მეორე ასოების შეყვანის სისტემა, რომელიც ახდენს ცალკეული სიტყვების ფორმირებას. მესამე პრედიქტიული შეყვანის მეთოდია, რომელიც რაღაცით სატელეფონო სისტემას TI-9 გავს, ოღონდ უფრო ზუსტი და კონკრეტულ მომხმარებელზე ადაპტირებული. სისტემის გამოყენება არა მარტო ტექსტების შესაყვანად არის შესაძლებელი, ასევე სხვადასხვა აპლიკაციების სამართავად და ინტერნეტის გამოსაყენებლად. რა თქმა უნდა, თვითონ კომპანია Intel არ შეწყვეტს მოცემული პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, მაგრამ ის საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს გახადოს იგი უკეთესი, უფრო ეფექტური და მოსახერხებელი ვიდრე ახლაა. სისტემის საწყისი კოდის ჩამოკაჩვას თქვენ შეძლებთ სრულიად უფასოდ პორტალიდან GitHub. ასევე იქ ხელმისაწვდომია მთელი აუცილებელი დოკუმენტაცია მოწყობილობის სისტემის შიგნიდან გასაგებად.
იაპონელების მიერ შექმნილი რობოტები სულ უფრო ემსგავსებიან ადამიანებს და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ჩაანაცვლონ შინაური ცხოველები. შარშან ივნისში იაპონურმა კომპანია SoftBank-მა აჩვენა რობოტი კოდური სახელწოდებით Pepper. რობოტის უჩვეულო თავისებურებას წარმოადგენს ადამიანის ემოციების ამოცნობა და ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში განვითარების შესაძლებლობა. Pepper-ს შეუძლია ბავშვისა და ზრდასრულის გარჩევა, ასევე საზოგადოების გართობა ცეკვითა და სიმღერით. ამისთვის მის თავში ჩაშენებულია ერთდროულად 2 HD კამერა, პირში და შუბლში, ხოლო თვალებში მანძილის სენსორები. ამოცნობის სისტემის გარდა Pepper-მა ასევე მიიღო 20-ზე მეტი სპეციალური ძრავა, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ზედა კიდურების მაქსიმალურად ნარნარ მუშაობას. ფეხების მაგივრად კი რობოტში გამოიყენება მცირე ბორბლებისაგან შემდგარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს Pepper-ის გადაადგილებას სივრცეში. ყველა სენსორის მუშაობისთვის რობოტს ესაჭიროება ინტერნეტთან შეერთება. ხმისა და ემოციების ამოცნობა იწარმოება დაშორებულ სერვერზე, ისევე როგორც smartphone-ის ხმოვანი დამხმარეების შემთხვევაში. ამისთვის SoftBank აკავშირებს Pepper-ს თავის ფიჭურ ქსელებთან და რობოტის მფლობელებს მოუწევთ სააბონენტო გადასახადის გადახდა თვეში დაახლოებით $100 ოდენობით. ამ თანხაში ასევე შედის წვდომა აპლიკაციების მაღაზიასთან. აპლიკაციის გაშვება აუცილებელი იქნება Pepper-ის მკერდზე დამაგრებულ 10 დიუმიან დისპლეიზე. აპლიკაციების შემქმნელებისთვის SoftBank-მა და Aldebaran Robotics-მა უკვე მოამზადეს შესაბამისი ინსტრუმენტები. ამ ყველა სირთულისა და ღირებულების მიუხედავად, 1000 რობოტისგან შემდგარი პირველი კომერციული პარტია $1700 საცალო ღირებულებით გაიყიდა 1 წუთის განმავლობაში. ერთბორბლიანი ველოსიპედით გადაადგილების ექსკლუზიური უფლება კლოუნებმა დაკარგეს მას შემდეგ, რაც გამოვიდა ახალი სატრანსპორტო საშუალება Moto Pogo. დიზაინერმა კარლ დაგენაისმა შეიმუშავა საინტერესო სატრანსპორტო საშუალება. მოდელი Moto Pogo წარმოადგენს თვითბალანსირებად ერთბორბლიან სკუტერს ელექტროძრავით. მოწყობილობის მოტრიალება, სიჩქარის აკრეფა და დამუხრეჭება ხდება ამა თუ იმ მხარეს სხეულის გადახრით. წონასწორობის შენარჩუნებაში მძღოლს ეხმარება მიკროკომპიუტერი და ჰიროსკოპებისა და აქსელომეტრების სისტემა. 500 ვატის სიმძლავრის ელექტროძრავა უზრუნველყოფს 25 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას. 60 ვოლტიანი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი სრულიად იტენება 3-5 საათში და უზრუნველყოფს დაახლოებით 30 კმ-ის მანძილის გავლას. Moto Pogo-ს გააჩნია მთლიანად ალუმინის ჩარჩო, გათვალისწინებულია ფრონტალური და უკანა შუქდიოდური სავალი განათება, ასევე საშხეფური, რომელიც იცავს ტალახისგან წვიმიან ამინჩი მოძრაობისას. სკუტერი იწონის 29 კილოგრამს და შეუძლია 150 კილოგრამი ტვირთის გადატანა. Kickstarter-ზე მიმდინარეობს სახსრების მოძიება პერსონალური სატრანსპორტო საშუალების Moto Pogo-s გამოსაშვებად. სიახლის შეძენის მსურველებს შეუძლიათ შეკვეთის განხორციელება დაახლოებით $1800. დღეისთვის სულ ეს იყო, თუმცა ვინაიდან ტექნოლოგიური სამყარო მუდმივად პროგრესირებს, ჩვენ მომავალ კვირას უფრო საინტერესო სიახლეებით შევხვდებით. ნახვამდის.